ლარი არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო, რომლის შექმნასაც წინ უძღოდა ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა თავისი სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალობაზე დასაბამი მიეცა ქვეყნის დამოუკიდებელ ფულად საკრედიტო სისტემას. დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. მზარდია გეოპოლიტიკური დაძაბულობა, შეიარაღებული კონფლიქტები, გადავიტანეთ COVID პანდემია, ამას მოყვა გლობალური დაძაბულობები და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე სავაჭრო დაძაბულობა დაემატა. შესაბამისად, რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. საქართველოს ეროვნულ ბანკსაც მუდმივად უწევს აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავება, ისევე როგორც ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც აქ არის წარმოდგენილი მთელი რეგიონიდან. 2023 წლის დასაწყისიდან მოყოლებული მაშინ, როდესაც სოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავაც უდიდეს გამოწვევად რჩება და ბევრი მხრიდან ინფლაციური წნეხი მოდის, საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე ნარჩუნდება. 2023 წლის აპრილიდან დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია დაახლოებით 1,3% იყო, ხოლო 25 წლის აპრილის მდგომარეობით მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნარჩუნდება. წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის. არის მიმოქცევის შესვლიდან 30 წელი აღინიშნება. მე კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება თავის დროზე ქართული ლარის შემოღების თაობაზე და მაშინ ძალიან გამძაფრდა ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფოებრიობა ვითარდებოდა, ამასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩვენი ახალი ეროვნული ვალუტის შემოღება. ჩვენს თვალწინ დაიბადა ლარი, აიდგა ფეხი და დღეს ლარი არის უკვე ჩამოყალიბებული როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო. ამ ტრადიციების გაგრძელება ქართული ლარი, რომელიც უკვე 30 წელია ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ ლარის საიუბილეო წელს საქართველოს ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით. ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი ლიდერი, არა მარტო ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად კონტინენტის მასშტაბით. გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 10% შეადგინა, რაც დამეთანხმებით, რომ არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი.